თუ შენც ხარ ის ადამიანი, რომელიც 40 წუთი ეძებდა ფორმულაში გაპარულ შეცდომას და ბოლოს აღმოჩნდა, რომ უბრალოდ რომელიღაც უჯრაში ერთი ცალის ფეისით მეტი იყო გაპარული და ვიზუალურად არ ეტყობოდა, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. ეხლა გასწავლით, როგორ უნდა აღმოვფხვრათ მსგავსი პრობლემები. აქ გვაქვს მოცემული საშემოსავლო დეკლარაციის ფორმა, რომელიც უნდა შევავსოთ. ამ შემთხვევაში უნდა გადმოვიტანოთ საიდენტიფიკაციო ნომრები, პირადი ნომრების დამხმარე შიტიდან, აქ გვაქვს როგორც ხედავთ მოცემული ეგეთი ცხრილი და გადმოსატანად გამოვიყენებთ საძიებო სამისამართო ფუნქციას VLOOKUPs. პირველ რიგში ჩავწეროთ, რას ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ აი ამ მონაცემს, ვეძებთ დამხმარე ცხრილის აი ამ სვეტებში, გვინდა რომ წამოიღოს მეორე სვეტის ინფორმაცია ზუსტი დამთხევებით. ჩამოვავრცელოთ და როგორც ხედავთ, ყველა შემთხვევაში არ წამოიღო პირადი ნომრები. ზოგიერთ შემთხვევაში დაგვიწერა NA, ანუ ვერ ვიპოვეო. ასეთი ეს არის ზუსტად ის შემთხვევები, როდესაც ერთი ცალის ფეისით ზედმეტია გაპარული, აი აქ რომ მიაქციოთ ყურადღება და მოდი გამოვასწოროთ ახლა ეს პრობლემა ტრიმ ფორმულის დახმარებით. ტრიმ ფორმულა ზედმეტს ფეისებს საერთოდ მოაშორებს ჩვენი უჯრებიდან და შემდეგ უკვე მარტივად შევძლებთ ყველა პირადი ნომრის გადმოტანას. ტრიმ ფორმულის სინტაქსი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ დავწერთ ფორმულას, მოვნიშნავთ იმ უჯრას, საიდანაც ზედმეტის ფეისების გამოხშირვა გვინდა და დავხურავთ შემდეგ ფრჩხილს. როგორც ხედავთ, აქ ახლა თავიდან გვაქვს ჩაწერილი სახელები და გვარები და მოდი ახლა აი ამ უჯრაში გადმოვიტანოთ თავიდან VLOOKUP ფორმულის დახმარებით პირადი ნომერი. ოღონდ ჩვენი lookup value იქნება უკვე აი ეს უჯრა, ტრიმ ფორმულით დამუშავებული მონაცემი, ისევ იგივენაირად გადმოვიტანთ პირადი ნომრების გვერდიდან. მეორე სვეტის მონაცემი გვინდა რომ წამოიღოს ზუსტი დამთხევებით. და ასეთ შემთხვევაში უკვე პირველადაც ეტყობოდა, რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემი წამოიღო და პრობლემა აღარ გვაქვს უკვე მონაცემების წამოღებასთან დაკავშირებით.